გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია დინება გინება ინება თავები დაკარგეს გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს საღამოშიდობისა პატივცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად გვიყურებთ და გვისმენთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და დიდი პრობლემების წინაშე ვდგევართ ყველა მიმართულებით აბსოლუტურად მაგრამ მაინც მინდოდა რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საჭიროებო საკითხი პრობლემატური ძალიან პრობლემატური საკითხი გაგვეხილა დღეს რაც შეეხება ნარკომანიის მიმართულებას საქართველოში. ჩვენ ვიცით ყველა რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ამ მიმართულებით. ჩვენ ვიცით ისიც რა კანონმდებლობა მზადდება და მე ჩავთვალე საჭიროდ რომ დღეს მომეწვია ერთ-ერთი რა თქმა უნდა სარეაბილიტაციო ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი ჯეკო მესხი და მასთან ერთად ველაპარაკა ყველა იმ საჭიროებო საკითხზე თუ რასაც მოიცავს მთლიანობაში ეს პრობლემა და თქვენ იცით რომ ამაზე ლაპარაკი ძალიან იშვიათად მიდის ყველაზე უფრო საცოდო მდგომარეობაში ესე ვიტყოდი მე არიან ის ადამიანები ჩავარდნილები ვისაც და ესეც არის ნამდვილად იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანებს რაღაცნაირად საზოგადოება რიყავს ამ ადამიანებს აღარ აქვთ იმის საშუალება რომ გარკვეული რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას ნორმალურ ცხოვრებას და რაღაცნაირად კლემოადევს ყველას იმისი რომ იყო მომხმარებელი და უკვე მათთან რაღაც დროის მერე აღარავის აღარ უნდა კონტაქტიც კი. ასე რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი თანამემამულეები დავხმარებოდით და გამოგვეყვანა ამ სიტუაციიდან მათზე უფრო მაგრად რა თქმა უნდა ეს პრობლემა არავის არ აწუხებს, მაგრამ ზოგს შესაძლებლობა არ აქვს ამისი რომ იმკურნალოს ზოგს ეშინია ამის დაწყების, რომ საბოლოო ჯამში ისევ საზოგადოებისგან გარიყული არ დარჩეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში მინდა რომ საზოგადოდ ვიბაზროთ ამ პრობლემაზე, რომ ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა კიდაც კრიმინალის კუთხით, კიდაც დემოგრაფიის კუთხით, აბსოლუტურად ყველაფრის კუთხით და ისეთ პატარა ქვეყანაში რომელიც საქართველო ეს გაცილებით უფრო მკაცრად დგას ეს პრობლემა და ამიტომ თქვენთან ერთად გადავწყვიტე რომ ცოტა დღის სინათლეზე გამომეტანა ეს პრობლემები რა პრობლემების წინაშე დღეს ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დგას. დიდი მადლობა ჯეკო რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი და მოდი პირდაპირ ესე დავიწყებ რომ რაღაცა კანონმდებლობა იცვლება ეხა რა თქმა უნდა მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ეს როგორი მოქმედებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით რომ მე მაინც მგონია რომ ამას უფრო ფრთხილი და ესეთი მოპყრობა ჭირდება იმიტომ რომ ვიცით ეხა და არ არსებობს ყველას ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს დაუშვათ რაღაც რაოდენობას ეს პრობლემა აწუხებს და ყოველ შემთხვევაში მათ კარგავენ თავისუფლებას. ანუ ის ადამიანების დაუშვათ რომელიც ყოველ დღე
დაუშვათ ამ გინათ პროგრამებში დადიან და ეს სინაზე გამომული ძაღლივი თენდება, ერთი და იგივე დღე თენდება ყოველ დღე და მიდის, სვავს, მოდის და ასე შემდეგ და ამის გარდა კიდევ არის ისეთი საშინელი ნარკოტიკები, რომლებიც თავს ადამიანებს თავს აკლევინებს, სუიციდს ეს რა ქვია ამის პროგრამები ხო დაუშვათ სარეაბილიტაციო ცენტრები რომელიც ამ ბოლო დროს უკვე რაღაცნაირად იზრდება ჩვენ ქვეყანაში და ეს ძალიან კარგია და ძალიან მახარებს მე პირადად რა შედეგები არის დაუშვათ იმისი რომ დაუშვათ რას თქვენ გაგივლიათ უკვე რამდენად პროცენტულად რამდენად უფრო არის ეს დადებითად გამოჯამრთელება რამდენად მიდის და რამდენად არ მიდის დაუშვათ და უბრუნდება ისევ ადამიანი იმ სიტუაციაში იყო. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მეც ძალიან მიხარია რომ შეგვიძლია რაღაცა წვრილი შევიტანოთ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონ პროექტს დიდი მოლოდინი მაქვს და ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად მოხდეს კომუნიკაცია ჩვენ შორის და სახელმწიფო შორის. ჩვენში გულისხმობ მადლობა ღმერთს როგორც თქვენ აღნიშნეთ ბევრი სარეაბილიტაციო დღეს საქართველოში და ბევრი ადამიანს აქვს სურვილი რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს ზოგმა თავის თავზე გაიარა ზოგმა ისწავლა და მოკლედ არის ეს ფუფუნება დღეს რა თქმა უნდა იმდენი კიდე არ არის რომ იყოს ამ ყოველს მაგრამ არიან ადამიანები და ძალიან გვინდა რომ რაღაცნაირად სახელმწიფოსთან დავამყაროთ კომუნიკაცია რომ ამ კანონში მივიღოთ რაღაცნაირი მონაწილეობა როგორც შინაარსობრივ ნაწილში ისე შევთავაზოთ სიტყვაზე ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ რა გამოცდილება ჩვენ რა ცოდნა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები ავიღოთ საინტერესო გამოცდილება აქვს ამერიკასაც ისრაელსაც ამ კუთხით რომ რაღაცა ცალკე სასამართლოებია მაგალითად აი drug courts ქვია ამერიკაში ცალკე სასამართლო ან ჩვეულებრივ მოსამართლეს არ შეუძლია რომ გაგასამართლოს ცალკე სასამართლოებია იქ სადაც შედიან ფსიქოლოგებიც ფსიქიატრებიც ნარკოლოგებიც ადიქტოლოგებიც დამოუკიდებლების კონსულტანტებიც რომ ერთიანი სურათი რაღაცნაირად შეაფასონ რომ ანუ ღირს ამ ადამიანის გაშვება რეაბილიტაციაში შეება არა აქვს ეგეთი პრობლემა და რაღაცა მარტივი გზებით შეიძლება ანუ არსებობს მრავალი თვითდახმარების ჯგუფები და ისინი სადაც ხდება ამ ადამიანების გადამისამართება. და ძალიან გვინდა რომ რაღაცნაირად მოხდეს ეს კომუნიკაცია და დიდი იმედი გვაქვს და ნუ დღესდღეობით ამ კანონს არ ვარ ესე გაცნობილი შინაარსობრივად შიგნით როგორ არის გაწერილი და ნუ მოლოდინის რეჟიმი გვაქვს ესე ვთქვათ რომ ეგება დადგეს ის დღე რომ რაღაცა ერთად შევქმნათ ისეთი კანონი რომ ადამიანებს დაეხმაროს და არ იყოს მხოლოდ დამსჯელობითი თვალსაზრისით. რაც შეეხება რეაბილიტაციების სტატისტიკას, მე რო ჩემ სტატისტიკაზე ვისაუბრო, ანუ ადამიანს ვისაც აქვს სურვილი და ვის დაიღალა ნამდვილად, ვისაც მობეზდა ის ყველაფერი და რაღაცა დაიჯერა რომ შესაძლებელია იქიდან განთავისუფლება და აკეთებს ყველაფერს, ვინც არ ირგებს სიტყვაზე. ჩვენ ვთავაზობთ რაღაცა პროგრამას, ჩვენ ვთავაზობთ რაღაცა რეკომენდაციებს. ვინც ამას ყველაფერს ასრულებს სრულყოფილად, ის ადამიანები არიან მხიზლები, ბედნიერები და ჯანმრთელები. ამაზე აი ესე ვთქვათ აი პასუხისგებელი შემიძლია გავხდე ვინც ყველაფერს გააკეთებს ვინც არ მოირგებს რომ ამას არ გავაკეთებ იმას გავაკეთებ თან ისეც არაფერს არ ეუნები რა რეალურად ანუ მარტივი პროგრამა რთული ადამიანებისთვის უბრალოდ აი რამდენად დაიჯერებსო შესაძლებელია და სტატისტიკა დღესდღეობით სხვა ქვეყნებთან შედარებით ნორმალურია იმიტომ რომ ახალია რაღაცნაირად ბევრმა ადამიანმა რომ გაიარა მიცა მაგალითი სხვებსაც და დაეხმარა რომ გადაედგათ ის ნაბიჯი და დღესდღეობით არის სადღაც 70%-მდე ეს პირადად ჩემი ცენტრის სტატისტიკა. ბევრი დარჩა ფხიზელი, ძალიან არიან ბედნიერები, ჯანმრთელები, არიან წლები რემისიაში და კარგად ზნობენ თავს. მაგრამ აი დაახლოებით რა ასაკის ხალხი უფრო ახერხებს აქედან გამოსვლას დაუშვათ. აი უფრო რაღაცნაირად საშუალო ასაკს გადაბიჯებული თუ აი მანამდე მე ვფიქრობ რომ ახალგაზრდას უფრო უჭირს ხო სანამ არ მივა კონკრეტულად აი ამ ჯოჯოხეთამდე რაც სადამდეც მიდიან მე უფრო დაუშვათ და არ იგრძნობენ რომ თავისუფლება აქვს დაკარგული და აღარ შეუძლიათ უკვე და მათზე უფრო არავის არ უნდა დაუშვა ამის მოშორება ხო მაინც მგონია რომ აი ესეთი ახალგაზრდები რომლებიც ძალით არიან წაყვანილები მშობლების ხათრით თუ ვიღაცის ხათრით ამათ უფრო უჭირთ დაუშვათ ძალიან მარტო 100%-იანი ანუ რა თქმა უნდა ადამიანს რომელსაც ახალი დაწყებული აქვს მოხმარება ასაკიცება დანაკარგი არ აქვს ცხოვრებისეული ანუ აი ჩვენ ვფიქრობთ ესე რომ ანუ არსებობს 4 კომპონენტი
ეს არის ბიოლოგიური ნაწილი, ეს არის ფსიქოლოგიური ნაწილი, ეს არის სულიერი ნაწილი და სოციალური ნაწილი. ანუ რომელიმე კომპონენტი თუ გაქვს დაკარგული, უკვე ესე იგი პრობლემაა და ხარ დამოკიდებული, მაგრამ იქ უკვე აქვს შედარება, რომ აი მე ჯერ სიტყვაზე პროგრამაში არა ვარ, მე ჯერ ბიოლოგიურ ნაწილში ღვიძლი კარგად მაქვს, მე ჯერ ცოლი არ გამშორებია, მე ჯერ ისეთი რაღაცა სულიერ ნაწილში ჩემ პრინციპისთვის არ გადამიბიჯებია და რაღაცა ფსიქოლოგიურადაც დეპრესია არ ქონია, ანუ დიდი ზიანი არა აქვს მიყენებული თავისთვის და რა თქმა უნდა ძალიან უჭირს, რომ დაიჯეროს, რომ ჯერ ამე პრობლემაა. მაგრამ აი მქონია გამოცდილება, რომ აი ესე დაძალებით მოყოლილში ხა დაძალებით გულისხმობ, რომ დედამთხოვა, ცოლმათხოვა, ეს გარეგანი мотиваცია რომ ოჯახს კარგავდა, გადასვლია შინაგან мотиваციაში და დაუნახია რომ რეალურად თქვენ როგორც აღნიშნეთ რომ მონობის თვალსაზრისით რომ მართლა შეგვიძლია რომ განთავისუფლდეს ამ ყველაფრიდან რა, მაგრამ ნუ ძალიან უჭირთ. კი, ეგეთი ძალიან მქონია რომ დაუწყია, ვისაც ბევრი დანაკარგი არ აქვს და ნუ დაუბრუნებია უკან. ისევ ჩავარდნილა რა და დაბრუნებია მოხმარების პროცესს, მაგრამ ის საქმე მგონია რომ მაინც დიდი წვლილი გვაქვს გაკეთებული, რომ სადღაც არის დათესილი ის თესლი, რომ იცის, რომ შეიძლება ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, შეიძლება რომ გამოჯამთელდეს და შეიძლება დადგეს სწორ გზაზე. მაგრამ უფრო რა თქმა უნდა, ვისაც ბევრი ზიანი აქვს მიყენებული უკვე და დაინახა რომ რეალურად მარტოს არ შეუულია თან, ანუ მარტოს არ შეუულია რაც გულისხმობ, რამდენი ქონია ხო დამოკიდებულ ადამიანს, რომ აი ორშაბათიდან, ეხა დათბება, ეხა ნარკოლოგიურში დავწვევი, ეხა იმას ვიზავ, ეხა ამას ვიზავ და ნუ ვერ შვება რა. ვერც ერთხელ ვერ ქნა. იმიტომ არა რომ აი რა მინდა იცით რომ აღნიშნო რომ აი გამომიჯნოს ზუსტად ის ნაწილი რომ აქ არაა საუბარი მის კაცობაზე, მის რაღაცა სიტყვაზე, მის ფიცზე, ანუ არ შეუულია, უძლურია რა ადამიანი. როგორც ეხა ჩვენ ონკოლოგიით დაავადებულს რო უთხრას ცოლმა რომ ჩემი ხათრით არ გაიკეთო ქიმია და კარგად იყავ, იქნება კარგად, ანუ ხო ვერ შეძლებს. როგორც შაქარი, ვისაც სჭირდება ინსულინი, რომ ინსულინი არ გაიკეთო, ნების ყოფით დაწია შენი შაქარი, ხო ვერ შეძლებს. ანუ ზუსტად იგივე განცდა აქვს დამოკიდებულ ადამიანს მოხმარების დროს, რომ ის კარგავს სიცოცხლეს. ანუ დილით რო იღვიძებს ფხიზელი და აი ეს წარსულის დანაშაული გზნობა, სირცხვილის გზნობა, მუდმივი თვითგვემა, მუდმივი სოციუმიდან წნეხი, რომ შენ ცუდი ხარ, შენ არაკაცი ხარ, შენ თო თქვი, შენ არ გააკეთე. აი ეს ყველაფერი იმდენად ზიანს აყენებს და უკლავს იმ თავის რაღაცა მეს თუ თვითშეფასებას, რომ ურჩევნია რომ ისევ მოხმარებით გაექცეს ამ ყველაფერს, ვიდრე რეალობას გაუსწოროს თვალე. ანუ არ არის ესე ვთქვათ, ვინმეს კი არ ვამართლებს და მისი ბრალი არ არის ეს ყველაფერი. მე ამჯერა გულწრფელად გეტყვით გია რომ ანუ აი ამჯერა რომ ნორმალური ადამიანი მიდის მოხმარებასთან აი ესე თავისით რა. ნორმალურში გულისხმობ თუ რაღაცა პრობლემა არ არის აქ. აი აქ სიცარიელე, შინაგანი, რაღაცა ბავშვობის ტრაუმები, ზედმეტი სიყვარული თუ პირიქით სიყვარულის ნაკლებობა, უსაფრთხოების განცდა. აი რატო არის რომ ოჯახის მოხმარება ხო? დავუშვათ მშობლების თავის დროზე არის რა თქმა უნდა, მშობლების დამოკიდებული ოჯახის წევრი. აი ძალიან კაი ახლა ანდაზებიო რომ გედოთ გამახსენდა უცებ რომ ესეთი ანდაზა გვაქვს ჩვენ ქართველ, ბევრი კაი ანდაზა გვაქვს რომელიც ამ დაავადებას უხდება რომ ბაბუის ნაჭამატყემალმა შვილიშვილს კბილი მოჭრა. ანუ ჯაჭვია რა, ჩვეულებრივი ჯაჭვია. როდესაც ადამიანს რეაბილიტაციაში ეუბნება შენი შვილის დამოკიდებულია, ანუ აი რა გავაკეთო გეკითხება. არაფერი, ვიყავი ფხიზელი, შენ ჯანსაღი, მაგალითი მიეც. გენეტიკურად თუ გადადის ეს? 60-დან 80%-მდე არის გენეტიკა. ოღონდ სავსებით არ არის აუცილებელი, რომ დედა ან მამა იყოს მოხმარებელი. ემოციური დისბალანსი, რაღაცა ყევა, იმათი მშობლები, ტრაუმები, ტკივილი, აი უსაფრთხო გარემოში რავს გულისხმობ, იცით რომ ბავშვს თუ არ შეუულია მშობელს რო უთხრას ლუბოი ასაკი ავიღოთ აი 8 წლის ბავშვს თუ არ შეუულია რო უთხრას რომ დედა იცი რა ეს ჭიქა მე გავტეხე ეს ორიანი მივიღე სკოლაში ანუ როგორი შიშია ხვდები რომ თავის ყველაზე საყვარელ ადამიანთან არ შეუძლია იყოს გულწრფელი რომ ყველაზე უსაფრთხოდ სადაც უნდა იყოს იქ ვერ არის და იქიდან სოციუმში როგორი შეშინებული გადის წარმოიდგინეთ გადის შეშინებული დაძაბული სულ რაღაცა ფიქრებში აკვეტულ აზრებში უკვე მიჩვეულია იქ უნდა ითამაშოს მასკა უნდა მოიგოს რომ კაიშვილია ხუთიანი მიიღო თუ ჭიქა არ გაუტეხია და გაერთო გადის ამ ნიღბებით გადის და როგორც კი აწყდება ნარკოტიკი იქნება თუ თამაში თუ საშუალება რომ რეალობას გაექცეს პირველივე შემთხვევაში მიდის პირველივე შემთხვევაში მაგრამ რატო არ მიდის სხვა იმიტომ რომ არა აქვს სიცარიელე, არა აქვს პრობლემა. ისეთი არის როგორიც არის. აი ამ სიცარიელეშია პრობლემა. ეს სიცარიელე შეიძლება იყოს გამოწვეული ტრაუმისგან, შეიძლება იყოს გამოწვეული უსიყვარულობისგან, ან პირიქით ზედმეტი სიყვარულისგან. ან დესტრუქციული ოჯახი რო გვესმის, განცდა უნდა კონდეს ადამიანებს, რომ მაინდა-მაინც ვინმეს ფიზიკურად ძალადობენ ან რაღაცა, მაგრამ სავსებით შეიძლება იყოს ესეთი ოჯახი, რომ ბავშვი შეხედავ, კარგათაც ვია, კაი ჩაცმული, კაი ნაჭამია, მაგრამ დესტრუქცია აქვს ოჯახში. იმიტომ რომ ყურადღებას არავინ არ აქვს. ამ პირიქით ზედმეტ ყურადღებას აქცევს. თხოვენ ისეთი იყოს, როგორიც მათ უნდათ.
აი ხშირად საქართველოში თან ეს არის, აი ყველა кейსი ვისთანაც მე მქონია შეხება აქედან იწყება. რომ დედას უნდა რომ იქ ჩააბარო, დედას უნდა რომ ეს გეცოს, ან მამას უნდა რომ ესეთი იყო, რომ მამას ვერ ეუნები რომ შეგეშინდა, კაცები არტირიან. ანუ რეალურად აი ეს რაღაცა სტერეოტიპები და სტიგმები მოხვეული თავზე იმ ადამიანებს, ანუ ეხა მე მინდა სწორად გაგვიგოს მაყურებელო, ჩვენ ეს ჩემი ლაპარაკი იმას გეძღვნება რომ ვინმე დამნაშავეა. ანუ ესეც მოდის რომ ინფორმაციის ნაკლებობისგან, თორე ის შობელიც ამას რა თქმა უნდა სიყვარულით აკეთებს, რომ უნდა რომ იქ ჩააბაროს, იმიტომ რომ ის წარმოადგენაში იქ კარგად იქნება. არ ვიცით უბრალოდ თურმე რომ ესე ზიანდება იმ დროს ადამიანი არ იცის რა, ანუ სხვაგან უნდა და ძალით აბარებინებენ სხვაგან. სხვა გოგო უნდა და არა ეს მოიყვანეთ ცოლად, ანუ კი, სიყვარულით აკეთებს, მაგრამ ეს სიყვარულით გაკეთებულიც აი ესეთ შედეგამდე მიყვავს მე ადამიანი რომ ხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავიანთი საკუთარი მშობლები რა, პრინციპში რა. აი ეს სიტუაცია რომ დაუშვათ თითქოს ესეთი ის იყო რა, რომ აი კლუბური ნარკოტიკი არც ისეთი ცუდია და პირიქით უფრო რაღაცნაირად აი ისეთი პრადვინუტი ადაპტიპი ხარ თუ კლუბში დადიხარ და ნარკოტიკს იღებ და ამანაც ძალიან ბევრ ახალგაზრდას სერიოზულად იმას ხნა რა. ანუ აი დაუშვათ არის შემთხვევები რომ აი კლუბური ნარკოტიკების და აი ამის იმას და საბოლოო ჯამში უკვე ძალიან დიდი დრო გადის და მე ხდება ახალგაზრდა რომ ჭაობშია და ცუდად არის და პრინციპში ჩვენ მით უმეტეს ახალი ნარკოტიკები რაც ახლა შემოვიდა დაუშვათ და ეს რაც ჩვენ ხედავთ ჩვენ კლუბურების განვითარებული ვერსია. ხო, განვითარებული ვერსია და თავს აკლევინებს ხალხს და სუიციდები და ესა. აი უფრო რომელი ჭარბობს ამ შემთხვევაში, რომ ისეთი ნარკოტიკი რომ დაუშვათ უფრო ადვილად შეუულია ადამიანს მოიცილოს თუ ისეთი ნარკოტიკი რომ დაუშვათ უძნელდება უფრო და გაცილებით რთულია მისი მოშორება. აი რომელში უფრო ვარ დღეს? აი რა თქმა უნდა ამ ახალი სინთეტიკური ნარკოტიკების, აი ეს ეგრეთ წოდებული მარილი რაღაც საზოგადოებაში რო ეძახიან ამფეტამინს, ეს არ არის, ეს არის რაღაცა ბიოლოგიურად შექმნილი სინთეტიკური ნარკოტიკი, ეგრეთ წოდებული მარილი, რომელიც მისი ზიანი ჯერ კიდე შეუძლებელია რომ აღწეროთ. იმ ხელზე ზიანს აყენებს ადამიანებს და რა თქმა უნდა ეს პროპაგანდა რომ კლუბური კარგია, ნარკოტიკი არ არის, რა მოხდა ვერთობი, ანუ ვაფშე ყველანაირი ნარკოტიკი არის საშინელი ზიანის მომტანი. ნებისმიერი ეს იქნება სუბუქს რო ეძახით, ანუ არ არსებობს ესეც არის სტიგმა, რომ სუბუქი ძლიერი, ანუ ნარკოტიკია, ყველა ნარკოტიკი ზიანს გაყენებს, მაგრამ ეხა რაც ხდება, მე რასაც უყურებ და აი ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, გინდა კლუბურმა რა ზიანს მიაყენა ახალგაზრდობას, ჩემი პირადი აზრით შეიძლება რაღაც სტატისტიკებში ვერ ვждები, მაგრამ ჩემი პირადი აზრით მსგავსი ზიანი მე რასაც უყურებ, უფრო მძიმე ნარკოტიკები რაც არის ცნობილი, იმას არ მიუყენებია. დღეს რაც ხდება ახალგაზრდებში, ამ კლუბურიდან გამოწვეული დეპრესიები, უძილობები, 10 დღე რო ადამიანს არ ძინავს, ხვდებით, როგორი ფსიქოზური მდგომარეობა აქვს და მოლანდებები და მე ისევ ამ ნარკოტიკის მიღება, რომ გამოვიდე მდგომარეობიდან, მე ალკოჰოლის, ანუ ეს რაღაცა მიქსების გაკეთება და ნუ, მაგიტომაც არის როგორი სურათი გვაქვს, ხო? ადამიანები ასრულებენ სუიციდით, ან ციხეში, ან სიკვდილით. ან ციხეში, ან სამკურნალო დაწესებულება. ის ანუ სამი დასრულება, ციხე, სამკურნალო დაწესებულება და სიკვდილი. აი რა ეს ხო რეალობა, ეს ხო ჩემი მოგონილი არა. გადახედონ გარშემო რა ხდება, თავის ახლობლებს, თავის მეგობრებს, ხო? ციხე რამდენად მართებულია ამ შემთხვევაში. აი მე გამიგია რომ დაუშვათ მშობლებისგანაც რომ 1-2 წელი ჩაჯდეს და იქ მომოულიან, იმიტომ რომ გამორიცხულია იქ ვერაფერს ვერ გაეკარება და აი ესეთი მიდგომა რამდენად მართებულია. ესეც სტიგმა აგია, ანუ იძულებით გაჩერდება, ეგ 2 წელი იქნება, 3 წელი იქნება და გამოვა და იგივე სიზავს. ნუ მაინც თავისით უნდა მივიდეს რა აქამდე რა. რა თქმა უნდა, ცნობიერებით, რაღაცა შინაგანად უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ეს არის კატასტროფა. ეს არის მისთვის თვით დამზიანებელი. ეს არის რომ გარშემო ადამიანებს კარგავს. უნდა დაინახოს რომ თავის თავს კარგავს ადამიანი. მე ერთმა ჩემმა ბენეფიციარმა მითხრა რომ ანუ რა გამოდისო რომ 30 წელიო ჩემი თავისთვის მიცხოვრიაო და სამწუხარო ისაა რომ თავის თავისთვის არ უცხოვრია. ანუ 30 წელი ნარკოტიკის მონა იყო. რეალურად როგორ შეიძლება შენი თავისთვის გიყვარდეს და იძახდე რომ მე ჩემი თავისთვის ცხოვრობ და დღეში უშვებდე 5 გრამ მომაკვდინებელ ნივთიერებას, როდის დამთავრდება შენი სიცოცხლე რო არ იცი. აი როგორ შეიძლება უბრალოდ ანუ ჩვენ ვეძახით ამას ტუნელურ ხედვას.
აი ესე ტუნელის ბოლოს ხედავ მხოლოდ მოხმარებას, გარშემო ვერაფერს ვერ ხედავ. იქ ცოლს გადააბიჯებ, შულს გადააბიჯებ, დედას გადააბიჯებ, საქმეს გადააბიჯებს, მეგობარს მოატყუებ, ყველაფერს იზავ და მიხვალ იქამდე რომ მოიხმარო. მაგრამ ამით მინდა იმის აი ზუსტად ის სტიგმა რომ ეს არ ნიშნავს რომ ის ადამიანი ცუდია. ანუ ავათ არის უბრალოდ. არჩევანი არა აქვს. მე ხვდით ან ჩვენ რომ ვეუბნებით რომ ეს შენ არ ხარ შენი დაავადება, ხშირად ყურს ჭრის რა ეხლა როგორ მე არა ვარ ჩემი დაავადება, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ხო? როგორ შეიძლება ადამიანი შენ გამიზნულად გინდოდეს რომ შენი საყვარელი ადამიანი დააზიანო? როგორ შეიძლება შენ გამიზნულად გინდოდეს რომ შენი შვილი დატოვოს სიტყვაზე და წახვიდე მოსახმარად? როგორ შეიძლება უარესი შენ შულთან ერთად წახვიდე მოსახმარად და იმე ნარკოტიკის მოსაძებნად ამოსათხრელად? ხო, ანუ არჩევანი არა აქვს. ადამიანი მაგ დროს განიცდის, აი იგივე შიშს, რომ სიცოცხლეს კარგავს. ანუ სიკვდილის შიში აქვს, აი კვდება ეს რო არ ქნას მოკვდება რა. რეალურად ეს ინსტინქტი ჯობნის რა იმ მომენტში ერევა. ანუ ის დავამარცხოთ დამოკიდებულება, ესეც სტიგმაა, ანუ ვერ დაამარცხებ. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მასთან ერთად. თანაცხოვრებაში შევიდეთ, ანუ შეიყვანონ თავისი თავი. გამიჯნონ, რომ ის წარსული რაც იყო, კი ბატონო, მადლიერი ვარ იმ წარსულის, რომ დღეს ცოცხალი ვარ, აქამდე მოვედი, გადავაფასე ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად. დაიჯერონ, რომ შესაძლებელია იქიდან გამოსვლა. ანუ შეიძლება, რომ გამოხვიდე იქიდან და თითი არავინ აღარ გამოიშვიოს, რომ ცუდი ხარ. მაგიტომ აი ახლობლები, მშობლები ამ შემთხვევაში, აი აი როგორ უნდა მოიქცეს? აი ზუსტად მან მივდიოდი, ეხლა ზუსტად ჩვენ როცა მოდის მომხმარებელი დამოკიდებული ადამიანი ჩემთან რეაბილიტაციაში, პარალელურად ჩვენ მუშაობთ მის ოჯახის წევრებთან. დედასთან, ცოლთან, მამასთან, რომ დაინახონ მათი მხარე. ანუ ეს არის ოჯახური დაავადება. ეს არაა რომ ჩემი შვილი ცუდია, ნარკომანია და მე არა. ეს ოჯახური დაავადება არის, ანუ ყველას თავის როლი აქვს. აი ეს რო დღეს ესეა, ამაშიც შეტანილი და თვითონაც რო ესე არის. თანადამოკიდებულებს ვეძახით ჩვენ ამათ. ანუ ვეძახით რა დამტკიცებულია რომ ესენი არიან დამოკიდებული ამ ადამიანის მდგომარეობას. თანადამოკიდებული ადამიანი ვინ არის, ვინც ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით, განიცდის სხვის ემოციებს და თან თხოვს რომ ჩემი ემოციები ხა განიცადე შენ. მე რომ ნერვიულობ, განიცადე ხა შენ ეს ემოციები. და შენ რომ ნერვიულობ, მე განვიცდი. ანუ ქაოსია იქაც სერიოზული და ძალიან სერიოზული დახმარება ჭირდება თანადამოკიდებულებსაც. ანუ დამოკიდებულისთვის ბევრად ადვილია დაწყება სიტყვაზე რეაბილიტაცია, იმიტომ რომ იცის რომ ცუდს აკეთებს, ან ნემს იკეთებს, ან რაღაცა სვავს, ან თამაშობს და იცის ეხა რომ ცუდს აკეთებს, ხო ბოლოს. ჯერ ესეთი თავისუფლებას კარგავს, ხო? ყოველდღიური ერთი და იგივე რუტინა, რომ წავიდე, ხვალ ცუდად არ ვიყო, რაღაცა ფული უნდა გავიშოვო, მერე უნდა წავიდე, მერე არ უნდა დამიჭირონ, მერე სადღაც უნდა ამოვთხარო და უშოთ რაღაცა და მეორე დღეს იგივე იწყება, მესამე დღეს იგივე იწყება და საბოლოო ჯამში მიდის იქამდე რომ აღარ მინდა. თავისუფალი კაცი ვარ და მე თავისუფლად ცხოვრება, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. უკვე დაგვიანებული გონია, ანუ ყველას შეუძლია, ანუ აბსოლუტურად ყველას აქვს შანსი, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. ანუ აი ყველას თუ მოინდომებს, თუ მიცემს თავის თავს უფლებას და შანსს, რომ რაღაცნაირად ენდოს, ანუ რა არის კიდე სირთულე, რომ მე ვიცი, სულ აქ დამოკიდებულ ადამიანს ჭარბათა აქვს ეს ამპარტავნება. აი ეგ არის ზუსტად დაავადება, რომ თან ხო ესეთი მასშია, რომ თვითშეფასება უვარდება, მაგრამ თან ამპარტავანიც არის რომ მე ვიცი, მაგრამ უნდა მას სწავლოს. ეხა всё ორშაბათიდან, ეხა ნარკოლოგიაში დავწვევი. ნარკოლოგიებსაც კი არ რამ პირიქით, პირველი ნაბიჯი არის ნარკოლოგიო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯერ გაიოს დეტოქსიკაცია და შემდეგ უკვე რეაბილიტაცია, რომ ეს აბსტინენცია და პირველი სიმპტომები ლომკის მოუხსნას რა ეგრეთ წოდებული. ეს თვითონ დეტოქსიკაციის პრობლემა რამდენად კარგად კეთდება დღეს საქართველოში დეტოქსიკაცია? დღეს არის უკვე მე ვისთანაც თანამშრომლობ ყოველ შემთხვევაში, არის რამოდენიმე ნარკოლოგიური კლინიკა, სადაც გულით და სულით და იციან თავის საქმე და აკეთებენ სინდისით ამ საქმეს და ნამდვილად უნდათ რომ დაეხმარონ ადამიანებს და აი მე ვისთანაც თანამშრომლობ, ისინი ხვდებიან თან, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. ანუ არის ნარკოლოგების კატეგორია, რომ იძახის რომ მოდი ჩემთან გაიარე დეტოქსიკა, კოდი ჩაიდი, კარგად იქნება. ტყუილია, ხო ეს, რომ კოდი გააჩერებს ადამიანს, ან კაი 6 თვე გაჩერდა მერე და დღეს ჩვენ უკვე ვისთანაც თანამშრომლობთ და ეს ახალი დეტოქსები და ნარკოლოგები პირდაპირ იძახიან, რომ პირველი ნაბიჯი არის რა თქმა უნდა დეტოქსიკაცია და ნარკოლოგიური და შემდეგ უკვე რეაბილიტაცია, იმიტომ რომ უშველე ბიოლოგიურ მხარეს, ეხა თავში ფსიქოლოგიური მხარე უნდა დაალაგო, როგორც სულიერი, ისე სოციალური. მარტო ბიოლოგიურად რომ აბსტინენცია მოვიხსენი და всё, კარგად თუ არ მე ვიცი ეხა ესეც ამას მე ხო არ ვიძახი გია გადახედონ დამოკიდებულმა ადამიანმა თავის ცხოვრებაში 15 ჯერ 3 ჯერ 8 ჯერ იწვნენ გაჩერდნენ ოდესმე ამიტომ არის რომ პირველი ნაბიჯი დავიწყეთ დეტოქსით გავაგრძელეთ რეაბილიტაცია 1000 ის არსებობს სიტყვაზე რეაბილიტაცია მაინც ფინანსური ნაწილი არის უფასო თვითდახმარების ჯგუფები არიან ადამიანები ვინც უანგაროდ დაგეხმარებიან უბრალოდ შენ მოინდომ
შენ მოინდომე, ანუ მეც დარწმუნებული ვარ, რომ არ არის ადამიანი დედამიწაზე, ვინც იტყვისო ჩემთან რეაბილიტაციაში მოვიდა და ფინანსური რაღაცის გამო მას უარი ეთქვა სერვისის მიღებაზე. ანუ ყველანაირად ვთქვით, რომ თუ სიტყვაზე რეაბილიტაციის თანხა არ აქვს, სხვა რამე შევთავაზოთ, დავეხმაროთ, მეც და ჩემი გუნდიც, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ეგეთი ადამიანი, რო თქვას, რომ მე ფულის გამო არ დამეხმარენ და კიდევ სხვა რეაბილიტაცია არსებობს, ვისთანაც მეგობრობ და ჩვენი კოლეგები არიან, ვინც ზუსტად მაგ მოტივაციით არის განწყობილი, რომ დაეხმარონ ადამიანებს და რაღაცნაირად გვერდში დაუდგენ და მხარდაჭერა გამოუცხადონ და თანაგანცდა პირველ რიგში და ის რომ გვესმის მათი. თავარი ეგ არა, მაგრამ რომ გვესმის. მაინც ჩემი აზრით სახელმწიფოს პრეროგატივაა ეს, რომ ეს რაღაცნაირად ვისაც რა თქმა უნდა შესაძლებლობა არ აქვს და ძალიან ბევრია ესეთი, რომ რამდენი ხო ვიცით ძალიან ბევრია რაოდენობით საქართველოში ეგეთი სურველი რომ აღარ შეუულია დაიღალა და ფიზიკურად ვერ ახერხებს ამ სიტუაციას და აი ესევე როგორც დაუშვათ აი საყოველთაო დაზღვევა და აი ესე რომ რაღაცნაირად სახელმწიფო მოაბას ამას თავი რომ ჩემი აი გულწრფელად რო გითხრათ ჩემი ოცნება და мотиваცია არის რომ აქამდე მივიდეთ ანუ ჩემი ვაფშე ამ სფეროში დარჩენა და მუშაობაც აი პირველი мотиваცია ეგ იყო რომ რაღაცნაირად აი ცნობიერება შევცვალოთ აი სულ მაგას ვიძახდი რომ აი კანონები როგორც არის ამერიკაში ისრაელში მაგალითად ამერიკაში რო გიჭერენ ნარკოდანაშაულზე თავაზობენ ან რეაბილიტაცია ან თვითდახმარების ჯგუფები ნუ ან თუ არ გინდა წადი კი ბატონო ციხეში რა თქმა უნდა მაგრამ აი ყველანაირად მინდა რომ აქამდე მივიდეთ რომ სახელმწიფოსგან იყოს ის მხარდაჭერა აი თავში ახსენე სუბსიდირება მოხდეს თანადამ ფინანსება აი რაღაცნაირად რომ ერთ მექანიზმად ავეწყოთ როგორც სახელმწიფო ისე როგორც რეაბილიტაციები ნარკოლოგიურები ფსიქიატრები ფსიქოლოგები ანუ ერთ მუშტად შეიკრას რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს და მიცენ საშუალება რაღაცა მასშტაბური უნდა გახდეს იმიტომ რომ მე მახსოვს აღარ დავით გვარს და სახელს არ ვიტყვი, მაგრამ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ვინც ძალიან წლების განმავლობაში უკვე არიან ფხიზლებით, ან ძალიან ბევრი წლების განმავლობაში და ეს რაღაცა კონკრეტული სარეაბილიტაციო ცენტრი, მე მახსოვს მაშინ იყო იტალიაში, ეხლა შეიძლება არის, არ მახსოვს. და ტონინო გუერამ, ყველა ვიცით ეს იტალიელი გენიოსი ტონინო გუერას მეშვეობით შეძლეს რომ წასულიყვნენ ამ იტალიის სარეაბილიტაციო ცენტრში რომელიც 3 წლიანი იყო. ანუ შედიოდი რაღაც დახურულ ზონაში ქალაქივით იყო და იქ მიდიოდა შენი რეაბილიტაცია 3 წლის განმავლობაში. ანუ რაც გინდოდა პროფესიის და შესწავლებით და ყველაფრით და ანუ იქიდან ბრუნდებოდნენ უკვე აბსოლუტურად საზოგადოებაში უკვე ადაპტირებული ადამიანები თავის პროფესიებით და ასე შემდეგ რა. ხო და აი რაღაცნაირად აი ესეთ სიტუაციაში და ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო უზრუნველყოფდა მის დაფინანსებას რა. ხო და ეხა როგორი სიტუაციაა საქართველოში რომ კი შეიძლება არის სარეაბილიტაციო ისე რაღაც ადგილები, მაგრამ ძალიან პატარაა ეს. ძალიან პატარა არ ყოფნის. ვერ ერევა ამ მასშტაბს ვერ ერევა. აი ესეც გია საზოგადოების ის არის. აი წარმოიდგინე ეხა რაღაცა ბათუმში რეაბილიტაციას ვამატებთ რა და ოფისი გვინდოდა ცალკე და აი ადამიანი რო იგებს რომ აქ რა იქნება და ვეუბნები რომ აი ის გვაქვს დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს და აქ გვექნება ბექ ოფისი. ნარკომანები ივლიან ეგრევე. აი ეს სიტუაცია მივხვდი რომ აი ნარკომანი ცუდია, ქურდია, მკვლელია, ყაჩაღია, ანუ სტიგმადებს რა რომ ანუ დაავადებული ადამიანი რომელსაც დახმარება ჭირდება, ანუ ამას ვერ უშვებენ. რა ეგენი ივლიან? არა, მესმის რომ ესეც გამოწვეული არის ნეგატიური გამოცდილებით, რომ იქ რაღაცეები რო ხდებოდა და რაც რეალურად არის. მაგრამ ესეც მე რა მინდა იცი რომ ეს ადამიანები თუ მივიდნენ რაღაცამდე, დიდი წვლილი აქვს საზოგადოებას ამაში, რომ გარიყეს, ხელი კრეს, სამსახური არა, მატყუ არ ახარ, ფულს მოიპარავს, ანუ ყველანაირად გარიყეს სოციუმიდან და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ რა და დღეს აი ძალიან მინდა რომ ვეცადოთ რომ ნარკო დამოკიდებულ ადამიანს ჭირდება დახმარება და არა გარიყვა, ჭირდება გაგება, თანაგანცდა, რომ ის მისი არჩევანი არ არის რომ ეგეთი იყოს, ანუ მოხდა მის ცხოვრებაში ის რაც მოხდა და დღეს შეგვიძლია რომ დავეხმაროთ და გამოსწორდეს, ხო? ანუ ყველანაირად და ნახოთ აი სახელმწიფოსგან
აი კიდე თავშიც ხო ვთქვა, ძალიან დიდი მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ რაღაცა შეიცვლება რა, ამჯერად რახან მაინც აი ეს კანონიც რაღაცა უცნებად მქონდა რა, სულ ხა სარეაბილიტაციო უხსნედით, მეთქი აი კანონი რო შევცვალოთ და იმაში გვიწერია, ბროშურაში გვიწერია, რომ სობიერების ამაღლება და რა და აი კანონის შეცვლაზე და უცებ ეს კანონის ამბავიც რო დაიძრა, დიდი იმედი და მოლოდინი და რწმენა მაქვს, რომ რაღაცამდე მივალთ, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და დახმარება იგრძნონ და არა აქაც რაღაცა დამსჯელობითი ინსტრუმენტები რა, იმიტომ რომ ამასაც ხო ხედავთ, რომ არ ამართლებს დასჯა ადამიანისა. დასჯიდა რა, ანუ გამოვა და იგივე სიცოცხლე. პრევენცია უნდა მოხდეს. აი ჩემი აზრით, სკოლებში უნდა დაიწყოს, უნივერსიტეტებში, საპატრიარქო უნდა ჩაერთოს, რომ პრევენციაზე დავიწყოთ მუშაობა. საიდან მოდის, ხო? ანუ რაღაცამ ხო მიიყვანა, რატო მოუნდა გასინჯვა ნარკოტიკის პირდაპირ. აი ამ ყველაფერზე ოჯახის წევრების ჩართულობა, რაღაცნაირად ამაღლება ცნობიერების ამ ინტელექტის, ამ კუთხით ინტელექტის დამოკიდებულება დაავადებასთან, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ქონდეთ ხალხს და უფრო ფართოდ შეძლონ ამ თემის განხილვა, ჩახედვა და ისევ დავამთავრებ მოლოდინით სახელმწიფოსგან. აი თვითონ შენ როგორ ფიქრობ, ახლა დავუშვეთ იმაზე, აი ამ პროგრამებზე დავუშვეთ, რაც არის ახლა ეს პროგრამები, რომ ყოველდღიურად დადიან, მიდიან, სვავენ, მოდიან, მიდიან, სვავენ, მოდიან, მიდიან, სვავენ, მოდიან და საბოლოო ჯამში იბავენ ადამიანს. საბოლოო ჯამში კი არ მკურნალობენ, უფრო ღრმად და ღრმად ტოპავენ აი ამ სიტუაციაში და მე უფრო ჭირს იქიდან გამოყვანა. 8 წელი რო 100 მგ მეტადონს სვავ, რა თქმა უნდა ძალიან რთულია. მე იქიდან გამოსულ. ხო, აი მანდაც უნდა შეიქმნას, მე თუ მკითხო, პირად მე თუ მკითხო. ჩემი აზრი ახლა რა თქმა უნდა ბევრი გაბრაზდება, რომ უნდა შეიქმნას რაღაცა მექანიზმი. რომ ადამიანი რომელიც მიდის დასახმარებლად და რაღაცას თავაზობენ ჩანაცვლებით თერაპიას, რომ კი არ იყოს რომ მოხვედი და მოდი ვზარდოთ და აგიყვანოთ 500 მგ-ზე, რომლიდანაც შეუძლებელია შემდეგ გამოსვლა. რამდენიც ჭირდება იმ ადამიანს აბსტინენციის, ლომკის მოხსნისთვის, რომ იმდენი დალიოს და იყოს კლებითი პროცესი, რომ აი ხელი შეუწყონ. ეხლა რთულია. მე ვიცნობ ადამიანებს, რომ უთქვიათ, რომ წლები პროგრამაში არიან და მეუბნებიან, რომ აქ რო არ ვიყო, მე უარეს ვიზავ. და მესმის იმ ადამიანების და მართლა თანაგანცდა მაქვს, რომ ეხლა ურჩევნია სიტყვაზე ყოველდღიურად მივიდეს, ვიდრე ისევ კრიმინალთან და ეს ფული საჩალიჩო კონდეს და მოსაპარი და რაღაც ანუ ურჩევნია რომ სიტყვაზე იქ იყოს, მაგრამ აი აქაც რო შეიქმნება სიტყვაზე აი ამ კანონიდან გამომდინარე თუ რაღაცა ეს ჩაერთვება უკვე რაზეც ეგ საუბრობდით, ყველა ერთად საპატრიარქო იქნება თუ ნარკოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სარეაბილიტაციოები და ზოგადად საზოგადოება, რომ აი ამ კლებითზე რო იქნება პროგრამა, რომ იქიდან გამოსულ ადამიანს რაღაცას თავაზობდნენ. რაღაცა იყოს რომ აი რო დამორჩები პროგრამას გთავაზობ რაღაცა ივლის არეაბილიტაციაში ამაზე გთავაზობ რესოციალიზაციის კურსს გთავაზობ რაღაცა ხელობის დასწავლას რომ ჩვენ თუ ვეუბნებით ადამიანებს რომ შეცვალე შენი ცხოვრება და საწავიდეს ისევ იქ დაბრუნდეს უბრალოდ ხიზელი იჯდეს სიტყვაზე ისევ ვერ იჯდება გამოიჯდება ადრე თუ გვიან ისევ რა თქმა უნდა რაღაცა ხო უნდა შევთავაზოთ განვითარება როგორც პიროვნული ისე ინტელექტუალურად ისე ხელობა რაღაცა რომ შევთავაზოთ ამ ადამიანებს რომ კი შენ იმას თავს დაანებ, მაგრამ აი ალტერნატივას გთავაზობ, რომ სოციუმში დაბრუნდები უკვე. დაბრუნდები ადაპტაციას მოახდენ, დაბრუნდები როგორც რაღაც მოქალაქე, რომელსაც შეუძლია სარგებელი მოიტანოს, როგორც თავის ქვეყნისთვის, ისე თავის ახლობლებისთვის, ხო და აი სანამ ეს მასშტაბურად არ შეიცვლება, ჩემი აზრით, ვიქნებით ისევ აი ამ წრეზე ვივლით, როგორც დამოკიდებული ადამიანი დადის ამ წრეზე, რომ ორშაბათიდან, სამშაბათიდან ხვალ ვიზავ, ზეგვიზავ და სულ ამ წრეზე არის, ისე ვიქნებით აქაც. აი ციხეში ძალიან დიდი პრობლემა არის. მაგალითად ნარკო გასამართლებულ ადამიანებზე მე მქონდა შეხება და სულ მაგას მესაუბრებოდნენ რომ აი всё რა დამთავრდა ჩემი ცხოვრება გამოვალ და რა და ნასამართლები ნარკოტიკზე სამსახური არა არაფერი არა და აი ეს პრობლემა უნდა განიხილოს ჩემი აზრით ძალიან მასშტაბურად უნდა იყოს ჩართული ბევრი პროფესიის ადამიანი რომ შეიქმნას დიდი გამოსავალი ამ ყველაფრიდან რაღაცნაირად რომ დავინახოთ რა შეიძლება რომ შევთავაზოთ სიტყვაზე პროგრამიდან გამოსულ ადამიანს რა შეიძლება რომ შევთავაზოთ ნარკომომხმარებას რომელიც თვითნებურად თავი დაანება ანუ რითი ჩაუნაცვლოთ ეს ყველაფერი რეაბილიტაციიდან გამოსულ ახლა ჩვენთან რო არის სამთვიანი სრული კურსი რეაბილიტაციის 3 თვე გვაქვს შემდეგ პოსტრეაბილიტაცია ანუ პოსტრეაბილიტაცია რა არის დღისით ჩვენთან არის საღამოს სახლში არის ამ ყველაფერთან ერთად აქვთ გასვლითი ღონისძიებები სიტყვაზე დაყავს ვინც არის ჩვენთან პოსტპროგრამის ხელმძღვანელი დაყავს ბავშვთა სახლებში შეშემეპირთა ორგანიზაციებში იქ უანგაროდ მსახურობენ ეხმარებიან ახატინებენ ამ ბავშვებს რაღაცნაირად რომ თან ერთმანეთსაც ეხმარებიან რა თქმა უნდა აბარა რა თქმა უნდა და რაღაცა ორიენტირებულები ხდებიან რომ გაცენ
ეს ყველაფერი და დაბრუნდნენ სოციუმში უკვე როგორც ჯანსაღი ადამიანები. ანუ ჩვენ ვცდილობთ აი მიკრო იმითი რომ შევხედოთ აი ყველაზე აი ესეთი პატარა რაღაც არ არის რომ დაუშვათ აი ამან შეძლო და მე როგორ ვერ შევძლებ ამას რა კი ძალიან ეხმარება დასაწყისში მე ვიცნობ აი მაგალითები კი რა თქმა უნდა მაგალითზე მუშაობს იმიტომ რომ რეალურად ამ სფეროში ეხლა მე სადაც ვარ ну ჩვენ რეაბილიტაციაზე რო ვილაპარაკობ ბევრი ყოფილი დამოკიდებული ადამიანი არის დასაქმებული და ძალიან მოქმედებს ეს ადამიანებზე იმიტომ რომ სულ სხვადობა უჩდება შენი იმიტომ რომ ზუსტად იცი რაც განიცდის ეხლა ზუსტად იცი. აი ფეხს რო აკანავებს, იცი რატო აკანავებს. ბრაზი რო აქ იცი რაზე, ანუ ემოციურად გძნობ ამ ყველაფერს, ვიდრე ისევ და ისევ არავის პროფესიას არ ვაკმინებ, მაგრამ ადამიანი რო გელაპარაკება წიგნიდან, ის ვერ გძნობს, მაინც შენ ახლა რა გჭირს. იცის თეორიულად რომ ეს გჭირს, მაგრამ შენ რო ზუსტად აი განიცადე ეს ყველაფერი, უფრო ესეთი ნდობა უჩნდება. რა თქმა უნდა, ბევრს ვთქვია რომ ამან თუ შეძლო, მე როგორ ვერ უნდა შევძლო. მაგრამ ეს არის მაინც სხვისი გამოცდილების мотиваცია, ესე ვთქვა, დროე კარგავს ძალას რა, ანუ კი ამან შეძლო მე შევძლებ და სადღაც ნუ ეს იმის გზა არის იმას გამოუვიდა რა უარყოფა როგორ მუშაობს ხო ფსიქოლოგიურ თავდაცვა რომ ეს პირობითად დათოს გზა არის ჩემი გზა არ არის მე უფრო რთული გზა მაქვს და მან მიდის მე ამ უარყოფის იმის გამოყენება რომ რაციონალიზაცია ახსნა რომ ეხა მე რო არ მოვიხმარო სამსახურში ვერ წავალ გადაბრალება რომ რაღაცა და ჩემის ბრალია მე რო დღეს ესე ვარ შედარება ის პროგრამაშია მე პროგრამაში არა ვარ ანუ აი ეს უარყოფას აქვს ბევრი პუნქტი დამოკიდებული ადამიანი რომელიც ხშირად ყოველდღიურობაში იყენებს ამას სულ ანუ დადის და სულ ან ედრება ან აფასებს ან განსჯის ან პროექციები აქვს რომ აი ისიც ცუდად არის იმანაც მოიხმარა და вообще არაფერი არ ჭირს ამ ადამიანს. Просто ის ამ მომენტში ეგრე ხედავს, რომ ისიც ცუდად არის. ну აი ეს არის რა როგორ არის ისი რომ ესე იგი თავის თავს ამართლებენ რომ დაუშვათ აი ხა მე რო ეს არ მივიღო დაუშვათ ვერ ავდგები ლოგინიდან ეგოს თავდაცვა ვერ ავდგები ლოგინიდან ვერ გადავივლებ ამის იმიტომ ვაკეთებ რომ ავდგე და შრომის ის ვიყო სამსახურში შევძლო წასვლა სამსახურში შევძლო წასვლა და აი თავის ბავშვებს მოუვარო და ისე რა მაინტერესებს იცი არიან ხა ხო ესეთი ქვეყნები დაუშვათ აი მომოდი მაგალითად ჰოლანდიას ავიდეთ ხო ჰოლანდიაში ხა ყველა ვიცით რომ ყველაზე უფრო დაყრილი ყველგან აბსოლუტურად ნარკოტიკი იქ არის მაგრამ ყველაზე ნაკლები ანუ ყველაზე უფრო ნაკლებად ანუ არის რაღაცა კონკრეტული კი შეიძლება არის რაღაცა ფსკერი სადაც მიდიან ესენი და არის ადგილი მაგრამ ფსკერში არიან თელმა საზოგადოებამ იცის მაგრამ იმას უნდა ფსკერიდან ამოსვლა და ყველაზე ნაკლები არის საბოლოო ჯამში მომხმარებელი აი სადაც დაყრილია ეს ყველაზე ადვილია ფსკერზე მყოფ ადამიანთან მუშაობა ზოგადად იმიტომ რომ მისთვის უკვე მარტივია პირდაპირ ფსკერს ამოარტყავს ფეხს და ამოდის და ინსტინქტივებს და სულ იმაში იმას ძალიან უჭირს რა და აი ჰოლანდიის მაგალითზე ხარ რასაც საუბრობ ცოტა საფრთხილო ის არის, რახან რომ მაინც სხვა მენტალობა აქვს ის იმკუთ კი ესე თეორიულ ნაწილში გეთანხმები. რაღაც რომ შეიძლება ჩვენთანაც რომ სიტყვაზე მოხდეს ლეგალიზაცია რაღაც კონკრეტული ნარკოტიკების და დეკრიმინალიზაცია რაღაცის რომ სანამ ფსკერზე არ ჩავა, ვერ მიხვდება რომ ცუდად აღარ ექნება სიტყვაზე მესმის კი, მაგრამ აი ჩვენი მენტალობიდან და იმიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც საფრთხეები იყოს რა, მაინც რომ არა გვაქვს გამოცდილება რაღაცეებში ტაქტის მაგალითად და ტაქტი მარტო მოქცევა ხო არ არის ანუ მეკუთნის არ მეკუთნის ამდენი ბევრია ცოტა ანუ ბევრ რაღაცაში ჭირდება რა კიდე ჩემი აზრით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს გარკვევა რა რომ აი ესე ვერ ვიტყვი აი მოდი თავს შევიკავებ მაინც რომ ისეთი მე თვითონ არა ვარ გარკვეული მაგ სისტემაზე როგორ ჯობია რა მაინც ბოლომდე ისე როგორ არის ამ პატარა ქვეყანაში აი რაოდენობრივად ძალიან ბევრია ძალიან ბევრი რა ციფრებსაც იძახიან ეხა პირობითად ზუსტად შეიძლება არ მახსოვს 40000 რამდენია მაგრამ რომ იძახიან რომ სიტყვაზე 80000-ია პროგრამები ან ესე იმაზე აყვანილი რა ვინც დაპატიმრებული იმიდან რომ ითვლიან ნარკომომხმარებელი ჩემი პირადი აზრით ჯერ რასაც უყურებ მინიმუმ 500,000-600,000 კაცია აქტიურ მოხმარებაში და ის ვინც გია წარმოიდგინე შაბათ-კვირას არ ეძახის მივხვდი რომ დამოკიდებული ვარ და შაბათ-კვირას კლუბში მიდის და იძახის რომ არა ვარ მე დამოკიდებული ან საღამოობით სვავს ალკოჰოლს და არა ვარ მე ალკოჰოლიკი საღამოს ერთ ჩიქავსო ნუ მაგაზე ხო საუბარი სასათფურე პირობებია საქართველოში დამოკიდებულების გაღვივებისთვის აი სასათფურე რა გადააგდე წყლის ნაცვლად არ უნდა ამოვა პირდაპირ ყველანაირი გაგებით სოციუმის გაგებით სტიგმების მითების ეს ჰიპერზრუნვით რომ მეზობელიც კი გვერდში გიდგას ხო აი ფსკერზე რო საუბრობდით ეხლა რომ რა ადვილია ხო ადამიანებს ფსკერზეა და იწყებს ან იწყებს ან არ იწყებს რაც რეალობაა მაგრამ
აქ არ გაძლევენ საშუალებას ოფსკერზეც წახვიდე. დედა ხო დაგზდევს, მამა ხო დაგზდევს, ბებია ხო დაგზდევს, მეზობელი დაგზდევს. ბოლოს მოდი მე გადაგარჩენ. ანუ აი გადამჩენლის ის, რომ დათურ სამსახურს უწევენ ამ ადამიანს. რატო უნდა შეეშვას ნარკომოხმარებას, როცა იცის, რომ ის მოუგვარეს პრობლემას, ეს ვალს გადაუხდის, ის დაალომბარდებს, დედა გამოუტანს, ის მერე ნარკოლოგიურში დააწვეს, მეზობელი სოფელში წაიყვანს. მიხვდი, ანუ პასუხისგებლობის აღების საშუალებას არ აძლევენ ადამიანს. როგორ ავიღო მე პასუხისგებლობას, თუ ჩემაგივრად აკეთებს ყოველთვის ვიღაც. რომელ მომენტში ავიღო მე პასუხისგებლობას? და მე თან ეჩხუბებიან, რომ შენ ნარკომანო, შენ არაფრის მაკნისი ხარ და როგორ გააკეთოს, თუ არაცადე ადამიანს დაალომბარდა, მაგის პასუხისგებლობაა. უნდა გადაიხდეს, უნდა არ გადაიხდეს. და მიეცით რაღაცნაირად თავისუფლება რა ამ ყველაფერში. არა მე მოგიგوارებ პრობლემას, არა მე მოგიგوارებ. ყოველთვის აი რაღაც თანა დამოკიდებულების ქვეყანა ვართ რა. ეხლა უხეშად მე ვაფშე პირდაპირ ისეთი ხისტი და უხეში ლაპარაკი ვიცი, მაგრამ რეალობა ხო, ანუ არაცლიან ადამიანებს ცხოვრებას. ანუ ჩახედული ყველა ერთმანეთის ცხოვრები ცხოვრობს, ყველა პოლიტიკოსია, ყველა ლუბოი თემაში პროფესორი, ანუ სასათფურე პირობებია რა. აი სულ განსჯა შეფასება, შედარება, ალკოჰოლი 4 წლის ბავშვს რო ასხავენ, დალიე ქართველი ხარ, ანუ სრული სიგიჟეა რა. და მე ის ბავშვი გალოთდება და ნარკომანი ხდება და უკვირთ და 4 წლის ბავშვს თავზე ასხავდნენ დოქებით, ხო, ანუ ბოდიში კიდე ერთხელ რაღაც უხეშად, მაგრამ ჩემთვის არ არის გია ეს ძალიან სენსიტიური და ისე თემა, იცი რატო მე არ უყურებ ამას რა, პროსტა დალევა არ დალევა, თამაში არ თამაში და ნარკოტიკის кайფი არ кайფი, ანუ სიკვდილი და სიცოცხლე დევს რა, ანუ მინახია რა ადამიანები აი ესე თვალწინ ხელში ჩამკტომია, ბენეფიციარი მყოლია რომ ეხვეწებოდი არ წახვიდე, წასულა მოუხმარია, გაპარულა და რამდენიც გინდა კიდე ყოველდღე ამ ფანჯიდან ხტება ვიღაცა, რაც არ ვიცით. რაც არ ვიცით კიდე, ან სამკურნალო დაწესებულებაში ხვდები ამ ფსიქიატრიულში, ან ციხეში და ნუ კატასტროფა ხდება და მაგიტომ ვაძლევ ხოლმე ჩემ თავს უფლებას რომ რაღაცა ხისტად და პირდაპირ თქვა რა, რაც არის რა. რაც არის ჩემი დანახული პრობლემა და ეს არ არის ჩემი მოგონილი პრობლემა, ანუ მილიონობით ადამიანი მუშაობდა ამ პროგრამაზე, რითიც მე ხელმძღვანელობ, უკვე 130 წელია ფუნქციონირებს, მუშაობს და უდიდესი შედეგია. უდიდესი წლები ფხიზლები არიან. წლები 30-35 წელი. არ ვიცი, თვითონ აი ეს რა მაინტერესებს, იცი, აი თამაშის აბსოლუტურად იგივე ამბავია. აბსოლუტურად იგივე ამბავია, უფრო იქ რაღაცა თემაის ორგანიზმში შეკყავს და სხვა ტიპი ხდები და აქ არაფერი არ შეკყავს ორგანიზმში და აი მას ვერ ვგებულობ როგორ არის იგივე ამბავია. აქ ვიზუალიზაციით შეკყავს, ემოციებს რეალურად ნახე, ქიმიურად რო უშვებ რაღაცა სისხლში შენ მოიხმარ მანდაც ემოციებს, ხო? კარგად ხარ, ეს ენდორფინი, დოფამინი, აი განიჭებს მაგ სიამოვნებას თუ ცვლილებას. და ადამიანი რომელიც თამაშობს, ან იმაშვება, იმას ვიზუალიზაციით მოიხმარს მაგ ემოციას. თუ დააკვირდები მოთამაშეებს, წაგება უფრო მოწონთ ვიდრე მოგება. აი თუ ყავს ან ნაცნობი ან რა დააკვირდე, ხო? ლუბოიდან ხარ, რაც უნდა მოიყოს, მაინც ის და თამაშობს. ანუ პროსტა ციფრია, მიხვდი იქ რა ეწერება, აზრი არის, ლიჟბი იждდეს და აი მოიხმაროს რა ეს პროცესი, იმითი მიიღოს кайფი. უფრო რთული ვითარება, იმიტომ რომ მოთამაშის ტვინი კიდე ისეა მოწყობილი რა, აი ტაქტიკებით, მიხვდი რეაბილიტაციის პროცესშიც, აი ნარკომანი თუ რაღაცა მარტივად მოყვება, ამას უკვე აი თავში ტაქტიკა აქვს, შეიძლება 1 წლის წინასწარო, ეხლა 3 თვე აქ ვიქნები, მე პოსტ რეაბილიტაციაზე ვიქნები, მე იმას ვიზავ და საბოლოოდ იქ სამსახურს დამაწყებინებენ რა, აი შეიძლება აი ამ ხელა გეგმით შემოვიდეს ადამიანი. ნუ ჩვენ კი გვაქვს უკვე გამოცდილება და ცოდნა და მუშაობთ, მაგრამ მათ თავში სულ ტაქტიკების დაწყობა ხდება რა. აი ესეც დაწერა, იმიტომ რომ შენ მერე იმას ის და ნუ უფრო ისეთი თან უარყოფა უფრო ძლიერი რატოა, იცი რომ ბიოლოგიურად არაფერი არ ჭირს, როგორც აღნიშნე რა. არაფერი არ ჭირს. არაფერი არ ჭირს. არაფერი კარგადაა რა, ჯანზეა, ხოშიანათაა. და იმპულსზეც ნუ ფულია რა. თუ ყავთ ეგეთი პაციენტები? კი. ყავთ, ხო? პაციენტები და თანამშრომლებიც უკვე წარმატებულად ვინც გაიარა და დღეს თვითონ გაიავლეს გადამზადება, სწავლება და ტრენინგები და თვითონ უკვე ეხმარებიან ძალიან ბევრ ადამიანებს და მუშაობ. კი. არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში ამდენი ხანია კი არა, რაც პრინციპში ვარსებობთ ეს პრობლემა აი ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა დემოგრაფიული პრობლემაც რო ავიღოთ, ხო, მიბმულია პირდაპირ ამაზე რა. ახლა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის თაობა რო ნახო, ხო, არაფერი სოფელი ქონდათ, შუქი მაგათ არ ქონდათ, არაფერი არ ქონდათ და 5, 6, 7 შვილი ყავდა ყველა ოჯახში აბსოლუტურად სოფელი იქნებოდა თუ რა იქნებოდა რა, რაიონი იქნებოდა თუ ქალაქი იქნებოდა და
ეხა ისეთი და ის არის დაპატარავებულია შობოდობა თუნდაც ჩარშანდილთან და შარშანწინდელთან შედარებით ხო თუ 50000 ბავშვი გაჩნდა დაუშვათ 2003 წელს ეხა გაჩნდა 35000 და ნელ-ნელა იკლებს ხო და ლომისპრელი ამაში მაგას მიუძღვის რა არანაირი ის არა ორი აზრი არა აი წარსულის რო შევადაროთ აი წარსულის ნარკოტიკებიც ის ყველაფერი შედარებით ამხელა ზიანს ადამიანებს ეხა პატარა ბიჭები გოგოები რაღაცები ელანდებათ ერთმანეთს კლავენ ჭრიან ხო რეები გვესმის ხო ტელევიზიები და რო უყურებთ რომ იმან ცოლი მოკლა ამან იმას იმიტომ რომ არაადეკვატურს ხდის ეს ქიმიური ნივთიერებები მე ეს რაღაც პროპაგანდა რო კლუბური ნარკოტიკი კაია და მიდი და მე თავისუფლებას სხვაგან ეძებენ გონიათ ეგ არის თავისუფლება და რა თქმა უნდა არავის აღარც ოჯახის სურვილი აღარ აქვს აღარ თავი აღარ აქვს აღარც ემოცია სურვილი არა გაყინულები არის ნარკოტიკს რომ მოიხმარს ადამიანი იყინება იმ ასაკში აი გაყინულია რაღაც 12 წლისა მოიხმარა 12 წლისა შეხედა 40 წლისა მაგრამ 12 წლისაა რა შინაგანად ქცევით წენებით გამოხატულებებით ბავშვია მაგრამ გაიყინა მე კი მესმის სიტყვაზე მაგრამ ეხა სოციუმს ხო არ ესმის და ვერ იღებს რიყავს ყველანაირად მე ეხა რაღაცოლი ახსოვს იმას თუ მე სულ ვეუბნები ჩვენ ბენეფიციარს რომ ჩვენ ვცვლით საქართველოს გენოფონდს ჩვენ ანუ ჩვენში გულისხმობ მას იმიტომ რომ თქვენ რო გახვალთ მეთქი რამდენი ადამიანი შემოგხედავთ რამდენი ადამიანს გაუკვირდება რომ ვა სად იყო როგორ შეძლო ეს ყველაფერი რომ ჩაერთოს თვითონაც და გამოჯამთელდნენ რამდენს დაეხმარებით თქვენი მაგალითით მეთქი და მართლა გულწრფელად ჯერა გია მაგისი ეს არა მხოლოდ ეს ვეუბნები რომ შევაქო ანუ ჯერა რომ მართლა საქართველოს გენოფონდი იცვლება იმ გამოჯამთელებული ადამიანებით ვინც დღეს ჯამთელდებიან ჩვენთან თუ სხვა რეაბილიტაციებში თუ თვითდახმარების ჯგუფებზე და ძალიან მაგარი ამბავია და მართლა ძლიერი უძლიერესი ადამიანები არიან ეხა მე ხო ვიცი რომ იმ ღიმილის უკან და იმის უკან რადევს და რამდენი ტანჯვა და ტკივილი და ყოველდღიურობაში დღესაც როგორ უწევთ ხო თავის თავთან რაღაცების გადალახვა იმიტომ რომ არ არის რომ ნარკოტიკი აღარ არის და всё მორჩა პრობლემა ანუ ეს ტყუილია ეს არ არის ყოველდღიურად მიუღებელია ჩემთვის და აგრესიას იწვევს რომ აი ეხა მე და იმას ვიზავ გადავაგდებ და всё არა ყველაფერი უნდა შეცვალო ყველაფერი შენი პატერნები დასწავლილი პატერნები აქვს ჯერ ხო რა ცხოვრების წესი უნდა შეცვალო თუ რა შენია სუყვილი манипуляция ანგარება სულ რომ ეხა მე ამას ვიზავ ის მე იმას ვიზავ აბა რა ამაზეა რა მიჩვეული და ეს ხო უნდა შეცვალოს და ეს არ შეიცვლება რა ორ კვირაში და ერთ თვეში მთელი ცხოვრება უნდა იმუშაოს ამ ცვლილებაზე იქ ეთკინება უნდა მიხვდი ანუ აი რა არის გამოჯამთელება რომ მოგატყუე თქვა რომ მოგატყუე გულწრფელად გითხრა რომ მეწყინა ანუ ყოველ ჯერზე ტყავი მოვიწრო რა რასაც არ არის მიჩვეული არ მწყენია კაცო არა რა მეწყინა არა რა მოგატყუე მიხვდი ანუ უღონდ არ თქვას რა და დღეს აი ეგ არის რა რომ აი ძველი პატერნებიდან აჭიქას რომ ესე იღებს აიღოს აწია ესე ჭიქა რომ შეცვალოს ყველანაირად ყველაფერი სოციუმი და ეშინიათ ხშირად აი ეგ არის ყველაზე დიდი შიში რომ მეგობრები აღარ ვნახო ვინ გეუბნება რომ არ ნახო ცოტა ხანი პროსტა მოძლიერდი გაიარე რაღაცა რეკომენდაცია გვაქვს რომ ერთი წელი ფეხზე დადექი შეცვალე ნუ ნახავ მოხმარების პროცესში ადამიანებს ხო ვისაც უყვარხარ ის თვითონ არ გნახავს რომელი მეგობარი გნახავს ეხლა რო იცის თვითონაც რომ მოხმარებელია რამხელა ზიანი შეიძლება მოგაყენოს ხო ვისაც უყვარხარ ის არ გნახავს და ეხლა ადამიანს თუ არ უყვარხარ და მოდი ვნახე როგორ ვიკეთებ წამალს ნუ არ უნდა ნახო ის ადამიანი არც ესე და არც ისე ხო ეგეთი ადამიანიც რომ დაუშვათ უნდა რომ სხვასაც გადადოს ის თავის ამბავი რაც თვითონ ჭირს რა სამწუხაროდ ისინი დაავადებულები არიან და ნუ მოკლედ ის შემთხვევაში ეგრეც გამოვლინდება ზარგი ძალიან დიდი მადლობა ჯაკო და მე რა შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანისთვის არის თავისუფლება რა და ეს არის ყველაზე უფრო ისეთი ამბავი რომ თავისუფლებას გაკარგინებს შენ რო გონია რომ შენ ყველაფრის შემძლე ხარ და ყველაფრის გამკეთებელი და რა თქმა უნდა ეს არის პირველი ნიშანი იმისი რომ თავისუფლება დაკარგული ხარ გინდა ისე ავიღოთ გინდა ასე იმიტომ რომ რაღაცაზე ხარ დამოკიდებულება უკვე თავისუფლების წართმევაა ეს არის რა თუ ადამიანი თავისუფალია და ყოველ შემთხვევაში ამისთვის იბრძვის და ამას იძახის ქუჩაში იქნება თუ ტელევიზორში იქნება მაშინ პირველ რიგში შენ საკუთარ თავს უნდა მოერიო რა და შენი საკუთარი თავი უნდა გაანთავისუფლო რომ სხვა გაანთავისუფლო ხო რა თქმა მოკლედ მე მგონია რომ ეს მთელი ეს გარემო მთლიანად რა გარემოშიც ვიმყოფებით ესეც ძალიან დამთრგუნველი ამბავია და ამიტომაც ძალიან აგრესია ნეგატივი იქნება თუ ქუჩა იქნება თუ იქ დარიგებული წამალი იქნება თუ რაღაცა იქნება ყველას რაღაც რა თქმა უნდა თავისი მიზეზი აქვს
მაგრამ ეს მიზეზები არასდროს არ დაილევა. თუ არასდროს. პირველ რიგში შენ საკუთარ თავს არ შეიხედე და არ კითხე რატო ვარ ესე და რატო ვაბრალებ ყველა სხვას, როდესაც პირველ რიგში ჩემ თავზე ვარ მოსარევი. სულ იქნება გადაბრალების ობიექტი, მაგრამ შენ სადა ხარ მანდ? კი ბატონო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას შეცვლის, სახელმწიფო შეცვლის მიდგომებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამ პატარა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში ესეთი პრობლემატური აღარ იქნება ეს ამბავი, როგორც დღეს დგას და რა თქმა უნდა 10 წლის წინ საერთოდ არაფერი არ იყო და დღეს კიდე უკეთესია რომ ეს პატარ-პატარა რაღაცეები გამოჩნდა ხო ეს რეაბილიტაციო ცენტრები და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს ის და კიდე უფრო დავეხმარებით ერთმანეთს რომ გამოვიყვანოთ ამ სიტუაციიდან ჩვენი თავი პირველ რიგში და მე ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის. ნახვამდის. სერბეთმა და უნგრეთმა შესაძლოა სამხედრო ალიანსი შექმნან. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. სერბეთის და უნგრეთის სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ჩვენი ყოველმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას შორის სერბეთს აქვს ყველაზე ინტენსიური და განვითარებული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, კონკრეტულად უნგრეთთან, რაც გამოიხატება ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობით და მნიშვნელობით. ამ ურთიერთქმედობის საკვანძო მიმართულებებია სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ორმხრივი და მრავალნაციონალური სწავლებებით, ასევე სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა შეიარაღების საშუალებების და სისტემების შესყიდვების სფეროში, განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელსაც ორმა მინისტრმა მოაწერა ხელი, აკონტროლებს და ძალაში შეჰყავს თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც 2023 წელს შეთანხმდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ რეკორდული რაოდენობის 79 ღონისძიების ჩატარებაზე მიმდინარე წელს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე 2023 წლის ღონისძიებები, რომლებიც სულ 48 იყო, თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მისი ქვეყნისთვის ყველაფერს, რასაც უნგრელ მეგობრებთან ათანხმებენ, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს დანიისგან გრენლანდიის ყიდვის გეგმაზე და უკვე დაავალა ექსპერტებს შეაფასონ კუნძულის შენახვის ფინანსური ხარჯები იმ შემთხვევისთვის, თუ კი ის ამერიკის 51 შტატი გახდება, წერს Washington Post-ი. ერთ-ერთი მუშა ვერსიაა კუნძულის გამოსყიდვა. შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიის შესაძლოა შესთავაზოს იმაზე სასარგებლო პირობები, ვიდრე მას ახლა დანია სთავაზობს, რომელიც ყოველწლიურად რეგიონს აფინანსებს დაახლოებით 600 მილიონი დოლარით. თეთრი სახლის თანამშრომლები ბოლო კვირაების განმავლობაში აქტიურად ითვლიან იმას, თუ რა დაჯდება ამერიკის ტერიტორიის შენახვა, რომლის მოსახლეობა 58,000 ადამიანია. ისინი ანგარიშობენ სახელმწიფო მომსახურების მიწოდების ხარჯებს, ასევე გრენლანდიის ბუნებრივი რესურსებისგან შესაძლო შემოსავლებს. წყაროების ინფორმაციით, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს შესაძლო ხარჯების დათვლა ფედერალური ბიუჯეტიდან, თუ კი კუნძული ამერიკის ტერიტორია გახდება. ფასდება ასევე პოტენციური შემოსავლები გადასახადებიდან და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან. მართალია გრენლანდიის საკითხი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით პრიორიტეტულად არ ითვლება, მაგრამ ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ იმას, რომ თემა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯად განიხილება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების, ისრაელსა და ღაზაში სიტუაციის სტაბილიზაციის, ასევე ირანის შეკავების შემდეგ. ანალიტიკური ცენტრის American Action Forum-ის შეფასების თანახმად, გრენლანდიის მინერალური რესურსების ღირებულება თითქმის 200 მილიარდი დოლარია, თუმცა მის სტრატეგიულ ღირებულებას შეუძლია მიაღწიოს 3 ტრილიონს იმის წყალობით, რომ ის აკონტროლებს საკვანძო საზღვაო გზებს და გააჩნია არქტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები. ვიდრე მაკრონის გამოსვლებში მილიტარიზმი იზრდება და თავს ნაპოლეონად წარმოაჩენს, მისი სამხედროები არმიიდან გარბიან. ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის გენერალური შტაბი იუწყება, რომ 2022 წელს დაფიქსირდა დეზერტირობის 1485 შემთხვევა, რაც წინა წელთან შედარებით 56%-ზე მეტია.
2023 წელს არმიიდან თვითნებურად წასვლის შემთხვევები 1253 შემთხვევამდე შემცირდა, მაგრამ მაჩვენებლები ძველებურად ბევრად მაღალია კრიზისამდელ დონეზე, რომელსაც ყოველწლიურად მსგავსი ინციდენტების რაოდენობა 900-ს არ აღემატებოდა. დეზერტირობის საკვანძო ფაქტორად სახელდება ახალგაზრდა ჯარისკაცების ნაწილის რთულად პროგნოზირებადი უმწიფრობა, რომლებსაც უჭირთ სამხედრო დისციპლინასთან შეგუება და სამსახურეობრივი ვალდებულებების სერიოზულობის გაცნობიერება. ანგარიშის ავტორები აკრიტიკებენ ასევე სასამართლო სისტემის რბილ მიდგომას. უმრავლეს შემთხვევაში საქმეები შემოიფარგლება ამ პირობითი სასჯელებით, ან სულაც იხურება ყოველგვარი შედეგების გარეშე. Arab News-ის ცნობით ისრაელის მე-14 არხმა გამოაქვეყნა გეგმები ირანზე უპრეცედენტო შეტევის შესახებ. უახლოეს დროში ირანზე მასშტაბური შეტევა განხორციელდება. ირანი დამანგრეველ დარტყმებს მიიღებს, ისეც როგორიც არ ახსოვს არც ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მომაკვდინებელი დარტყმა განხორციელდება მის ბირთვულ პროგრამაზე. შეტევას ადგილი ექნება ყოველ შემთხვევაში, თუკი მოვლენები განსაკუთრებით არ განვითარდა. შესაძლო თავდასხმას განახორციელებს ისრაელი, შეერთებული შტატები ან ორივე ერთად, იუწყება Arab News-ი. Daily Mail-ის ცნობით ამერიკამ და ისრაელმა რამდენიმე კვირაში შესაძლოა ირანს დაარტყან. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე დაიწყოს გლობალური სავაჭრო ომი. თუმცა, როგორც გამოცემისთვის ცნობილი გახდა, ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გვპირდებოდა მშვიდობას ძალის გზით, შეიძლება ნამდვილ ომზე გადავიდეს. პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური წრეებიდან წყაროების ცნობით, შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე შეტევისთვის ემზადებიან. მიზანია საბოლოოდ აღმოფხვრან პრობლემა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამიდან მოდის. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, დროა ეს პრობლემა მოიხსნას, აცხადებენ წყაროები ნეთანიაჰუს მთავრობაში. მართალია ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარები ადრეც ისმოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს სერიოზული ნიშნები იმისა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი დარტყმებისთვის ნამდვილად ემზადებიან. რამდენიმე დღის წინ ამერიკელებმა გადაისროლეს 3 სტრატეგიული ბომბდამშენი B2-ის სპრიფტი და თავის ბაზაზე კუნძული დიეგო გარსიაზე. თვითმფრინავებთან ერთად, ამგვარად ბაზაზე B2-ის რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამასთანავე B2-ს შეუძლია ბომბების გადატანა, რომლებიც განკუთვნილია ისეთი გამაგრილებელი მიწისქვეშა ობიექტების გასანადგურებლად, როგორებსაც ირანის ბირთვულ პროგრამებში იყენებენ. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი აქტიურად ემზადებოდა მასშტაბური ავიადარტყმებისთვის. როგორც ისრაელის არმიის მაღალჩინოსანი იუწყება ბოლო წლის განმავლობაში, მათ 3-4 ჯერ მიიტანეს დარტყმა იემენზე. განახორციელეს 3 საჰაერო კამპანია ირანის ტერიტორიაზე და გზად გაანადგურეს საერთსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების უმრავლესობა სირიაში, ერაყსა და თავად ირანში. სწორედ ეს სისტემები წარმოადგენენ მთავარ დაბრკოლებას ირანის წინააღმდეგ მსხვილი საჰაერო ოპერაციის დაგეგმვისას. გამოცემის აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ესკალაციისთვის მომზადება დააჩქაროს, გახდა მაგატეს თებერვლის ანგარიში, რომლის თანახმად ირანში გამდიდრებული ურანის რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ მარიონი გაროსის თქმით, მას სერიოზულად აშფოთებს ის, რომ ირანი ერთ-ერთი ქვეყანაა ბირთვული იარაღის გარეშე, რომელიც ამ დონეზე ამდიდრებს ურანს. რუმინული პრესის ცნობით ჟან-კლოდ ვან დამი ადამიანებით ვაჭრობის საქმის ფიგურანტი გახდა. მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი აღმოჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ცენტრში, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას ეხება. რუმინული პოლიციის ცნობით საქმე ეხება ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის საქმიანობას, რომელსაც ახალგაზრდა გოგოები რუმინეთიდან საფრანგეთში სამოდელო ბიზნესში მუშაობის საბაბით გადაჰყავდა. საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალურ ქსელს გოგოები, მათ შორის არასრულწლოვნები, თითქმის ჩაჰყავდა ქალაქ კანში, სადაც ისინი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდებოდნენ. პროკურორის ცნობით, ადგილზე მათ დახურულ წვეულებებში მონაწილეობასა და სექსუალური კონტაქტების დამყარებას აიძულებდნენ. იმ პირებს შორის, რომლებმაც მათი მომსახურეობითი სარგებლა ნახსენებია ჟან-კლოდ ვან დამი.
საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახდა ახალგაზრდა რუმინელი გოგო, რომელმაც ოფიციალურად იჩივლა. სარჩელში ის ამტკიცებს, რომ პირადად შეხვდა მსახიობს, რომელმაც თავის მხრივ იცოდა, რომ გოგოების კრიმინალური ქსელი აკონტროლებდა, თუმცა ამან მსახიობი არ შეაჩერა და მაინც ისარგებლა მათი მოწყვლადი მდგომარეობით. ფინანსური წაგების გამო პორშე თავდაცვის წარმოებაში დაბრუნებას განიხილავს. შარშან მილიარდობით ზარალის გამო, როგორც საკუთარ კონცერნში, ასევე Volkswagen-ის ჯგუფში, საინვესტიციო ჰოლდინგი პორშეს განვითარების ახალ მიმართულებებს აქტიურად ეძებს. კომპანიის ხელმძღვანელობა განიხილავს თავდაცვითი წარმოების სეგმენტში დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ერთ-ერთ გზას კრიზისიდან გამოსავლის და ბიზნესის რეორიენტაციის, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პორშე თავდაცვის წარმოებაში ახალ ბედა არ არის. ჯერ კიდევ 1958 წელს კომპანია გენერალური ქვეკონტაქტორი იყო ბუნდესვერის ძირითადი საბრძოლო ტანკის შიდა ინდექსის ტიპის 814 შემუშავებაში. პროექტში გამოყენებული იყო საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. 1963 წელს ეს ტანკი ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში სახელწოდებით ლეოპარდი 11-25.